ერთფრიად საინტერესო თემაზე უნდა გავამახვილო ყურადღება დღეს თქვენი, აი ახლა თქვენი, ჩვენ მუდმივად საუბრობთ საერთაშორისო პოლიტიკაზე, ჩვენ მუდმივად საუბრობთ თემაზე, რომელიც საქართველოსთან კონტექსტშია, საქართველოს ეხება, უკრაინაზე ვსაუბრობთ, რუსეთის ჯოჯოხეთურ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, 4 ოქტომბერზე ვსაუბრობთ, პოლიტიკურ პარტიებზე ვსაუბრობთ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ხანდახანზე ხშირად ჩვენ გამოგვრჩება ხოლმე ისეთი ფართოგაგებით ფილოსოფიური, ალბათ სწორი სიტყვა, საკითხები, ხო, რომლებიც ჩვენი ბედის, ჩვენი ქვეყნის ბედსასრესა და ბედს განაპირობებს, განსაზღვრავს. ჩვენ ქვეყანასთან დაკავშირებულია ისტორიული თვალსაზრისით. დღეს საქართველოს de facto ხელისუფლება ბანდამ საზეიმოდ გახსნა ერეკლე მეორეს ძეგლი თბილისში. მე სულაც არ ვაცოცხლებ ოდინდელ, დიდი ხნის წინანდელ და ბოლო პერიოდში ასევე გააქტუალურებულ დისკუსიას როგორი მონარქი იყო მეფე ერეკლე. აი იმ დისკუსიას არ ვაცოცხლებ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება წოდებული ბანდა საკუთარივე კარის ისტორიკოსებით დაუპირისპირდა ლევან ბერძენიშვილს, რომელმაც თავის მხრივ თქვა, რომ მეფე ერეკლე კი არა. დავით აღმაშენებელიც კი ბევრად პატარაა ვიდრე მთლიანად საქართველო და ეს სიმართლეა რასაკვირველია. ერეკლე მეორეზე ლაპარაკისას და ლევან ბერძენიშვილმა თქვა სიმართლე. მე მესმის რომ ეს იყო მკვახე, ჭახე სიმართლე. მე მესმის რომ კახეთის რეგიონში განსაკუთრებით და აი გურიასა და სამეგრელოში კი ნაკლებად ეს გულზე მოხვდათ კახეთის რეგიონში, კახელებს ეს მოხვდათ გულზე ძალიან. შეიძლება ეს არ იყოს ათქმელი დრო, კონტექსტი, ვითარება, შეიძლება არ იყოს სათანადო. მაგრამ ლევან ბერძენიშვილი იყო მართალი, იმიტომ რომ 1793 წელს გარსევან ჭავჭავაძის მიერ ხელმოწერილი ჩვენი მხრიდან გეორგიევსკის ტრაქტატი იყო ჩვენთვის კატასტროფული. იქ აღარ თქმულა არც ლევან ბერძენიშვილის მიერ, რამდენადაც მახსოვს და მისი ოპონენტების მიერ მით უფრო და შეგნებულად რომ 83 წლის ტრაქტატი რუსეთმა 83-შივე, 84-ში, 95-ში და საერთოდ ვიდრე ერეკლე ცოცხალი იყო 1798 წლამდე არ ღვია, ანუ 15 წლის განმავლობაში არ ღვია. მას ერთი წამითაც კი არ დაუცვია საქართველოს, არ შემოხიდებია საქართველოს იმ ბრძოლებსა და ომებში, რომლებიც საქართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს, რომლებიც გადახდა თავს ერეკლე მეორეს. დიდ მონარქს უდავოდ არ კამათობთ ამასთან დაკავშირებით. ერეკლე მეორე დიდი მონარქია ქართლ-კახეთისთვის, საქართველოსთვის, სოფლიოს სახელის მერქი, აი ამ რეგიონის მასშტაბით ცოტა უფრო ფართოდაც, სოფლიოს სახელის მონარქია განა არა, რომელიც მართლაც 60 ცოტა მეტი წელი იბრძოდა საქართველოსთვის, განა არა, მაგრამ ამბავიც ის არის, რომ არავის არ გახსენებია ქართული ოცნების პროპაგანდისტებიდან, რომ ლევან ბერძენიშვილს შეჰკამათებოდა იმ ლევან ბერძენიშვილს, რომელიც იშველიებდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ბედი ქართლისას და იშველიებდა სიტყვებს დიდი ხანია გულს ირაკლისა, გადუწყვეტია ბედი ქართლისა, ანუ სოლომონ ლიონიზისა და ბედი ქართლისაში ერეკლე მეორეს კამათში ამბობდა ამგვარ რამეს ერეკლეს მოწინააღმდეგე ლიონიძე, დიდი ხანია გულს ირაკლისა გადუწყვეტია ბედი ქართლისა, ამ ქართული ოცნების პროპაგანდისტებს და არავის თავად ქართული ოცნების ბანდა ხელისუფლების წარმომადგენლებს და კარის ისტორიკოსებს და ტროლებს და ბოტებს და მცოდნეებს და უვიცებს და ასე შემდეგ არ გახსენებიათ მეორე ლექსი ნიკოლოზ ბარათაშვილისა, ამ ლექსს ქვია საფლავი მეფის ირაკლისა. აი ეს ლექსი, ეს უკანასკნელი, რომელიც არ არის შედევრი, აქვე ვიტყვი, განსხვავებით ბედი ქართლისა ამ პოემისაგან, რომ დაეპირისპირებინათ ლევან ბერძენიშვილისათვის იქნება და ლევან ბერძენიშვილის დაამარცხება ბჭყალებში
უფრო იოლი ყოფილიყო არა ამასთან დაკავშირებითაც არსებობს კონტრარგუმენტები რომლებიც უთუოდ მომარაგებული ექნებოდა ლევან ბერძენიშვილს და სხვებსაც მაგრამ ეს ლექსი უბიცებს უგვანებს მუნჯებს და უნჯებს აქ უკვე ილია ჭავჭავაძე სგან ვისესხლე ეს ლექსი არ გახსენებიათ ნიკოლოზ ბრატაშვილისა საერთოდ ბევრი რამ არ გახსენებიათ და დაიწყეს ლაპარაკი იმაზე რომ აი მეფე ერეკლე 60 წელი იბრძოდა რომ მას ქონდა ამხელა ხმალი რომ ის რაღაცა პატარა კახი იყო რომ რა არ გადახდენია თავზე მაგრამ არ გახსენებიათ კი არა შეგდებოდა არ თქვეს რომ მეფე ერეკლეს ბრალი ნაკლებია იმაში რაც მოხდა 1800 და 1801 და 1802 წლებში რომ ეს ყველაფერი ფორმალისტური თვალსაზრისით მაინც ბრალია ერეკლეს ვაჟისა გიორგი მე-12-ისა რომელიც ზაქიჭამიად არის ცნობილი საქართველოს ისტორიაში თავად გიორგის ამგვარად ფორმაქნადობა შექმნა ცხადია ერეკლეს პასუხისმგებლობა არავინ კაბათობს ერეკლესი რომელიც ქართლ-კახეთის დიდი მონარქი იყო და რომელიც მიხვდა უკვე მალევე 93 წლიდან რომ რუსეთმა მას უღალატა და რომელმაც 93 წელს მიღებული გადაწყვეტილება თავადვე ერთგვარად ინანა თავადვე ერთგვარად შეინანა თავადვე ერთგვარად გაუცლუდა აუცლუდა გული ფარველ რუსეთზე მაშ რა იყო 93 წლის ტრაქტატი მაგრამ აკი გითხარით მე ამ ისტორიას ამ ბოლო კამათსაც მათ შორის არც ლევან ბერძენიშვილის მიერ ხსენებულ კამათის დროს ხსენებულ ლილია ჭავჭავაძეს არ ვიხსენებდა ლილია ჭავჭავაძის პოზიციას ივანე ჯავახიშვილს არ ვიხსენებდა ივანე ჯავახიშვილის პოზიციას სხვა ქართველების პოზიციებსაც ამ საკითხთან დაკავშირებით მე არც იმას ვუბრუნდები რომ არ ვიხსენებ რომ 1801-1802 წლის ამბავი იყო საქართველოსთვის გეოსტრატეგიული კი არა კონცეპტუალური კატასტროფა ოღონდ პასუხისმგებლობა ფორმალისტური თვალსაზრისით ეკისრება გიორგი მე-12-ს მე სხვა რამეზე ვამახვილებ ყურადღებას დღეს ქართული ოცნების ბანდა ხელისუფლებამ რომელმაც არაფერი არ იცის არც ერეკლე იცის და არც უყვარს არც შემდგომი პერიოდი იცის და პატივს არ სცემს არც მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორია იცის მათ შორის წინააღმდეგობის ისტორია პირველ ყოვლისა არც 21 საუკუნისა არც მე-17-ესი მე-16-ესი და ასე შემდეგ უცებს ზარზე იმით გახსნა მეფე ერეკლე მე-2-ის ძეგლი მე კითხვას დავსვამ ბარემ იერარქიაში თუ სამართლიანობაა მეფე ერეკლე მე რამდენი მონარქია ჩვენთვის აი ჩემი ღრმა რწმენით თამარ მეფეც კი არის არა გაგიკვირდება და არა პირველი მონარქი ჩვენთვის არის 52 წლის ასაკში აი მე 52 წლის ავარ ჩემს ასაკში 1025 წელს გარდაცვლილი დავით მე-4 აღმაშენებელი რომელსაც აღმაშენებელი უკვე შემდგომ ეწოდა ოღონდ დავით აღმაშენებელი სრულად ხაზგასმით მინდა ვთქვა ანუ არა მარტო 1003 წლის რუისურბლისის მომწყობი ან 1021 წლის დიდგორის თავარ ავტორი ან თბილისში დაბრუნების ავტორი მეფე მონარქი დიდი მსოფლიოს სახელისა რომელსაც ვის არ ადარებენ არამედ სრულქმნილი და სრულყოფილი ანუ ავტორი მათ შორის ნაწარმოებისა გალობარის სიდანულისანი დავითი შეულახავი აი პირველ ადგილზე და არის და ვერც ვერ ჩამოვაგდებს იმ პირველი ადგილიდან ვერც თამარი მეორე ვინ არის თამარ მეფე იქ ყოს ოკეი თუმცა მე პერსონალურად მაგალითად გიორგი ბწყინვალე უფრო მომწონს სხვებს შეიძლება სხვა მონარქი მოწონ ბაგრატ მესამე სად არის საერთოდ ბაგრატ მესამეზე ლაპარაკობს კი ვინმე ჩვენ სინამდვილეში აი ვახტანგ გორგასალზე როგორც თბილისის შემქმნელზე ასე ვიტყვი რაღაც ასეა გავრცელებული ლაპარაკობენ ბევრს მაგრამ ბაგრატი სად არის გრიგოლ ხანძთელის როლზე გრიგოლ ხანძთელისა რომელიც ამბობს
ამგვარ რამეს სიტატას გავიხსენებ შეეძლებს დაგვარად სუსტად ქართლად ფრიადი ქვეყანა იაღირაცხების რომელშიც შინა წირვა ლოცვა ქართულად აღესრულების გრიგოლ ხანძთელზე ვინ ლაპარაკობს საერთოდ გრიგოლ ხანძთელზე როგორც ისტორიულ პერსონაზე პირზე მასშტაბურეს კაცზე მაგრაძე კვლავ ვიმეორებ სხვებზე და სხვებზე მაგრამ აი ერეკლეზე კი ლაპარაკობენ ხშირად და აკი ამიტომაც ამ კონტექსტში როდესაც ჩვენ დასამტკიცებელი გვაქვს ჩვენი იდენტობა კიდევ ერთხელ რაოდენ უსწაურიც არ უნდა იყოს ამ ბანდა ხელისუფლებამ კვლავ წამოიწია წინ ერეკლე მეორე რომლის თაობაზეც მან ასევე არაფერი არ იცის და არც მისმა კარის ისტორიკოსებმა უმრავლესობამ კარის ისტორიკოსებისა ვინც იცის ის კი რამდენადაც მომჯდარია მომთბარია მორგებულია საქართველოს დღევანდელ დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და ხელისუფლებაში ისინი კი ხმას აბსოლუტურად შეგდებულად არ იღებენ ხოდა მე უნდა ამოვიღო ხმა და მე უნდა ვილაპარაკო სწორედაც რომ ერეკლე მეორეზე კი არა ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდის გადაწყვეტილებაზე რომ ერეკლე ყველა სხვა მონარქთა შორის ყველაზე მნიშვნელოვან მონარქად წარმოაჩინონ დღეს და დაგვასვან თავზე ერეკლეს არ ვაყენებ არანაირ შეურაცხყოფას რასაკვირველია მასზე წინ ჩემთვის პერსონალურად პარე 5 7 10 12 მონარქიჩკი შეიძლება გამოინახოს საქართველოს ისტორიაში მაგრამ ამას ვერ მეტყვი მე თელაველებს თუ გურჯაანელებს ხო გაუჭირდებათ ჩემი დაჯერება გაუჭირდებათ ჩემ არგუმენტებთან შეპირისპირება მაგრამ მაინც ვერ ვეტყვი და არ ვაპირებ მათთან რაღაც ამ თემაზე კამათსა და ჯაბაასსა და ჩხუბს თუ მაინც და მაინც ჩხუბია აუცილებელი რას აპირებს კი არა რას აკეთებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება აკი გითხარით მან გახსნა ძეგლი ერეკლე მეორისა სწორედ ამ კონტექსტში როცა ჩვენ იდენტობა გვაქვს დასამტკიცებელი და ბანდიტმა ირაკლი კობახიძემ შევდივარ TV იმედში განაცხადა ამგვარი რამ უყურეთ რა თქვა ბანდიტმა კობახიძემ ნახეთ არა ჩავდივარ უნდა ჩავსკროლო და ზერ უკაცრავად ირაკლი კობახიძეს უნდა მივადგე ერეკლე მეორის დამსახურებაა რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში შენარჩუნებული აქვს თავისი ეროვნული და რელიგიური იდენტობა ტყუილია ბატონებო ეს ჩემო ზვიფაზო კახელებო თელაველებო ტყუილია ეს თქვენს რეგიონშიც კი იყო აჯანყება არა ერთი რუსეთის წინააღმდეგ სწორედ იმის გამო რომ კახეთის რეგიონიც და მთლიანად საქართველო რუსეთმა დაიმონა 1800-1801 წლიდან და თქვენი რეგიონი რამდენჯერმე აღჯანყდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ და თუ რა არის იდენტობა ჩვენი არის სწორედ ჩვენი ბრძოლა იდენტობა ჩვენი ბრძოლა არის ჩვენი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი ბრძოლა მთელი მე-19 საუკუნის და მთელი მე-20 საუკუნის და მთელი 21 საუკუნის რაც გასულია მე-21 საუკუნისა ამ დროის განმავლობაში ეს ხო კარგად გვესმის ეროვნული იდენტობა მით უმეტეს წაგვართვა რუსეთმა რელიგიურიც ხომ წაგვართვა ავტოკეფალია გაგვიუქმა სხვა თუ არაფერი გადაგვიღება კირით მათ შორის კახეთში მდებარე ეკლესია მონასტრები ერთმორწმუნედ წოდებულმა რუსეთმა დედა საიმას ქნებელმა ქვეყანამ ერთ ადგილას მაშინაც გასაშვებმა და ეროვნული იდენტობაც წაგვართვა იმიტომ რომ სახელმწიფო გაგვიუქმა და ხუბერნიებად ჩამოაყალიბა ხუბერნიებად გარდაქმნა და ვერაფერი რაც გვინდოდა ჩვენ პრაქტიკულად ვერ გავაკეთეთ მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში ცადეთ კი არა საკვირველია პირველ ყოვლისა ილია ჭავჭავაძის დამსახურებით მეოხებით და ძალისხმევით როგორც ილია 1837-შია დაბადებული 1875 წლამდე ძვირფასო სვანებო თეატრულუკიერმა ეს იცის და სოზარ სუბარმაც იცის უბრალოდ ყურები აქვთ და ფსობილი ბიძინა ივანიშვილის ტამპონებით 1875 წელს მოხს 15-16 წლებში შედგა თუ მოხდა ხალდეს აჯანყება ვინმე ითქვის რომ ეს იყო სყოფით
გადასალახ საკითხზე ამბოხიო ხალდეშიო ეს იყო ეროვნული სულისკვეთების გამოვლინება და ამას გიმალავთ აი იდენტობა ეს არის ჩვენი სვანებისა ხალდეში მომხდარი ამბავი კახელთა იდენტობაც არის კახეთში მომხდარი ამბავი იმერელთა იდენტობაც არის თუ ერთიანი ქვეყანა ვართ როგორც ასეთი ან კევინე და რომ ვიყოთ რელიგიური იდენტობა ამაზე გითხარით სწორედ ერეკლე მეორე სიბრძენ მოგცა ჩვენ ამის შესაძლებლობა და ამისათვის ჩვენ განსაკუთრებული პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს გამორჩეულ მეფეს დღევანდელი დღეს სწორედ მისი ხამის გამოხატულებაა ამბობს ბანდიტი კობახიძე და რატომ დღევანდელი დღეს ხომ არ არის შემთხვევით მესიჯი თბილისისა მოსკოვისათვის რომ აი ჩვენ გავიმეორებთ იმ გზას რასაც ერეკლე დაადგა მე-18 საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისშივე ანუ 1700 მანამდეც დაადგა მაგრამ 1783-ში გეორგიევსკის ის ტრაქტატი გაფორმდა რომელზეც არ ლაპარაკობენ რომ ვერც შესრულდა იმ ტრაქტატში სხვადასხვის ეწერა რუსულიდან ქართულად თარგმნილი დახურული არტიკულები იყო თავები იყო ერთ-ერთში მეორეში თუ არ ვცდები წერია ამგვარი მე თან თარგმნი რომ რუსულად ვიცი რუსეთი ვალდებულებას იღებს საქართველოს თუმცა საქართველოსთან არც იყო ის გაფორმებული მაგრამ ოკეი ხო დაუბრუნოს ის მიწა-წყლები მიწა ვერლუსის გრუზიის ზემლი ის მიწა რომლებიც მას ეკუთვნოდა საქართველოს მანამდე რომლებიც დარჩება საქართველოს მეფეების მფლობელობაში კოიასტანუცა პავლაძენი цари ტამაშნიხ დარჩება საქართველოს მეფეების მფლობელობაში რომელი ერთი კვერცხებზე თუ არ ვილაპარაკებთ და ვირებზე უტრირებს ხადია რომელი ერთი ვალდებულება შეასრულა გადამგდებმა ერთ ადგილას მაშინაც გასაშვებმა რუსეთმა პუტინის წინაპრებმა მე-18 მე-19 მე-20 საუკუნეებში რომელი ერთი 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება ხომ არ შეასრულა შემთხვევით ნებისმიერი ჩაშკალოშკობა რუსეთთან ჩვენ მოგვიტრიალდა მაშინაც 1801 წელს 1802 წელს და შემდგომ პერიოდში ნებისმიერი ჩაშკალოშკობა მოგვიტრიალდა ეროვნულ ტრაგედიად მაგრამ კობახიძეს ამას არ გააგებინებ და ვერ გააგებინებ უფრო ზუსტი რომ იყო ხოლო კარესის ისტორიკოსები და მხარდამჭერები კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის ბანდისა ამაზე ყურადღებას რაც საკვირველია არ გაამახვილებენ ამაზე კი არა იმასაც კი ვერ იხსენებენ რომ ხსენებულ ნიკოლოზ ბარათაშვილს რომელიც მთავარ ადვოკატად მოიშველია ლევან ბერძენიშვილმა და აბსოლუტურად სწორად მოიშველია საფლავი მეფის ირაკლის აქვს დაწერილი 3 წლის თავზე პოემიდან ბედი ქართლისა. ახლა ისევ ვილაპარაკოთ ახლა პაპუაშვილი რას ამბობს. საქართველოს უპირველეს ყოვლისა ამ ეროვნული ინტერესების ერთგულების გარეშე ვერ იმმართველებს ხელისუფალიო დიახ საქართველოს უპირველეს ყოვლისა მაგრამ 1.22 რამეს ვიტყვით საქართველოს თუ არ არის ევროპული სახელმწიფო ის საქართველოს არ არის ნიკოლაი ტრუბეცკოი არის ესეთი რუსი ლინგვისტ ფილოსოფოსი სხვა შორის ლენინის ერთგვარი კი არა მნიშვნელოვანად მოწინააღმდეგე გაგდებული რუსეთთან 1900-იან წლებში 30-იან წლებში გარდაცვლილი და დასაფლავებული ვენაში მას ეყრდნობა სხვა შორის დუგინი მნიშვნელოვანად მაგრამ ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა ტრუბეცკოი ამბობს და რაც მახსოვს, რასაც აღვიდგენ რუსულიდან ქართულად თარგმნის სახელდახელოდ. საქართველოს ნაციონალიზმი უნდა იყოს ევრაზიული ხასიათისა. ევრაზიული ხასიათი ნიშნავს საქართველოს ჩაკეტვას, საკუთარ ნაციონალიზმში ჩახარშვას, ხოლო ევროპეიდული ან ევროპული სახის ნაციონალიზმი საშიშია რუსეთისათვის. თუ ჩვენ ავირჩევთ ნაციონალიზმს, ევროპული ხასიათისა და არა ნაციონალიზმს, ამდენად კარგად ხსნი არ ვიცი, რუსული ხასიათისა, ევრაზიული ხასიათისა, თუ ჩვენ ავირჩევთ ევროპული ყაიდის, ევროპული ხასიათის, ევროპულ ჩარჩოებში მოქცეულ ნაციონალიზმს ჩვენ გადავრჩებით. საქართველოს ევროპის გარეშე, საქართველოს არ არის, საქართველოს ევროპის გარეშე არის რუსეთის სუნიან იღლიაში მოქცეული, ფრთებქვეშ მოქცეული ტერიტორია, უკანა ეზო, ჭაობი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ოღონდ ამას პაპუაშვილი რუსი არასოდეს გეტყვით. განვაგრძოთ. მეფე ერეკლემ გადაიხადა ერთი დიდი უწყვეტი 60 წლიანი ომი საქართველოს გადარჩენისა და გამთლიანებისათვის ომი ხმლით და თქვენ რითი გადაიხადეთ.
ომი ხმლიდან იარაღით გადაიხადეთ არა იმიტომ რომ მე ვინმეს ომისაკენ მოუწოდებ ამ ტურბულენციაში რასაკვირველია არა ან მინდა თითქოს ომი რასაკვირველია არა მაგრამ თქვენ რომელი ომი გადაიხადეთ შრომით ომი გონიერებით თუ ომი ხმლით ანუ იარაღით საქართველოს კოლაბორანტ ხელისუფლებას არც ერთი ომი არ გადახდენია, არ გადაუტანია, არ უომია ამ ქვეყნისათვის. საქართველოს კოლაბორანტმა ხელისუფლებამ თქვა, რომ არც იშრომებს, არც გონიერი იქნება და არც იარაღს გამოიყენებს მომხდური მტრის, ანუ რუსეთის წინააღმდეგ. მეცაც გეტყვით, საქართველოს ოკუპანტმა რუსეთმა ამ ხელისუფლებას წოდებულ ბანდას დაავალა რომ თანასწორად წარმოეჩინა, თანასწორად წარმოეჩინა ამ ბანდას პაპუაშვილი ერთ-ერთი შემადგენელია მოსკოვი და ბრიუსელი. ანუ ეთქვა რომ ბრიუსელი თუ ანკარა, ვაშინგტონი თუ ლონდონი ისეთივე მტერია საქართველოში, როგორც მოსკოვი იყო და არის და ერთი არა ნახევარი ნაბიჯია ამ ნარატივიდან იმ ნარატივამდე, როცა ესენი ჩვენ გვეტყვიან რომ რუსეთი ჩვენი პარტნიორია, ხოლო ვაშინგტონი და ბრიუსელი კი მტრები არიან. Skipzi არიან და ამას იტყვიან როცა მოახერხებენ თუ მოახერხებენ და მე დარწმუნებული ვარ რომ ვერ მოახერხებენ და გადალახავენ იმ პროტესტს რომელიც ქართულ საზოგადოებაში არის აქვე ვიტყვი ყველას გასაგონად ვიტყვი 3 მილიონი ვართ თუ 5% და 3 მილიონის 5% ვიანგარიშოთ 300,000 არის 10% ხო და 5% არის 150,000 150,000 კაცი თუ იქნება ქუჩაში კი არა. ამათი მოწინააღმდეგე ზოგადად ესენი გამარჯვებას ვერ მიაღწევენ და საერთოდაც სიმართლე არის უმრავლეს შემთხვევაში კი არა ყოველთვის უმცირესობის მხარეს მე ახლა ქრისტეს არ გავიხსენებ, მაგრამ აი ჩვენს დროებაში, ჩვენს ეპოქაში ყოფ ერთ ან ორ ან სამ პირს კი დავასახელებ მერაბ კოსტავა უმცირესი იყო. რასაკვირველია, როცა გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან 60-იანი წლებიდან ოცნებობდა საქართველოს დამოუკიდებლობას ის ვერ მოესწრო საქართველოს დამოუკიდებლობას 89 ოქტომბერში მოკლეს. ილია ჭავჭავაძე მანამდე 100 წლის წინ ყოფი პირი, ხო? ისიც უმცირესობაში იყო. ის 1907 წელს მოკლეს და როგორც მერაბ კოსტავა არის დამფუძნებელი მამა 91 წელს აღდგენილი დამოუკიდებელი საქართველოს ისე ილია 1918 წელს დაფუძნებული საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამა გაგიკვირდებათ და ამათ ამ ყველაფერს ვერ გააგებინებ ისევ ირაკლი კობახიძე ქვეყანა რომელიც არ უფრთხილდება საკუთარ ფესვებს ვერასოდეს შექმნის ღირსეულ მომავალს მათი ფესვი არის მათთვის მთავარია რომ იერარქიაში მეფე ერეკლე იყოს უპირველესი უპირველესთა შორის დავით აღმაშენებელიც კი დაჯაბნოს დავით აღმაშენებელიც კი იყოს მესამე თამარის შემდგომ ეს მეფე დავით აღმაშენებელი სრულქმნილი ოღონდ ხაზს უსვავ ანუ ყოველგვარი დავით აღმაშენებელი იყოს გადასროლილი მესამე მეოთხე მეხუთე პოზიციებზე კობახიძე ამბობს ვერასდროს შექმნის ღირსეულ მომავალს თბილისი ერეკლე მეორე თბილისში ერეკლე მეორის ძაგლის გახსნა არის კიდევ ერთი სიმბოლო იმისა რომ ჩვენ პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით ჩვენს ეროვნულ იდენტობას ფესვებსა და ისტორიაზე ზურაბ წერეთელმა თავის დროზე თბილისის გასასვლელთან დიღომში შექმნა ეს გეორგიევსკის ტრაქტატის ადმი მიზღვნილი მემორიალი კვანძი ესეთი გადახლართული რკინა და ჯოჯო იყო რომელიც უკვე შემდგომ 80-იან წლებში ჩვენ მოვახერხეთ და ავიღეთ და ავაღებინეთ კომუნისტურ ხელისუფლებას დავანგრიეთ ასე ვიტყვი ესენი მიდიან იქამდე რომ გეორგიევსკის ტრაქტატი დააბრუნონ დღის წესრიგში და ილაპარაკონ იმას რომ გეორგიევსკის ტრაქტატი იყო საუკეთესო გადაწყვეტილება ერეკლე მეორისა ახლა მე გეკითხებით რა ვქნათ მე გეკითხებით ლევან ბერძენიშვილი მტყუარი იყო თუ მართალი ლევან ბერძენიშვილი თუნდაც მტყუარი ყოფილიყო იმიტომ რომ რაღაც კონტექსტი ვითარება და ასე შემდეგ არ იყო სათანადო ლევან ბერძენიშვილი იყო მიუხედავად იმ მომენტში შესაძლო არასწორობისა მტყუარობისა იყო მართალი მაგრამ თავარი სიმართლე ლევან ბერძენიშვილისა სიმართლე ლევან ბერძენიშვილის ან სხვების არის არა ის რომ ერეკლე
ერეკლე გააკრიტიკეს. ნიკოლოზ ბარათაშვილი მოიშველიეს, ივანე ჯავახიშვილს დაეხდნენ, ილია ჭავჭავაძეს დაეხდნენ და ასე შემდეგ. ეს ერთი ამბავია, ხო, გასაგებია. მთავარი სიმართლე არის ის, რასაც ახლა მე გადმოგცემთ. ესენი ამ კონტექსტში, ამ დროებაში, ამ ვითარებაში ერეკლეზე ყურადღებას ამახვილებენ არა იმიტომ, რომ ერეკლე უყვართ, ან იციან ერეკლე, არა. ესენი ერეკლეზე ყურადღებას ამახვილებენ სუსტად იმიტომ, რომ თქვან ევროკავშირმა მიგვატოვა, ნატომ მიგვატოვა და სხვა რა გზა დარჩენია ამ ბედკრულ საქართველოს. ივანიშვილი აკეთებს ამას, რომ გვითხრას, რომ საქართველო იღებს ორიენტაციას ერეკლეს მსგავსად რუსეთისაკენ. მე რომ თავხედი ვიყო, ახლა ესე გავაკეთებდი და ჩააფურთხეთ მეთქი გეტყოდით. ვიდრე 150 არა, 50,000 კაცი არის ქუჩაში. 50,000 კაცი არის თუნდაც სამზარეულოებში მიყუჟული 50,000-ვე და წერს ისტორიას წერს. თქვენ ეს არ გაგივათ, იმიტომ კი არა რომ ერეკლეს ვებრძვით, არავითარ შემთხვევაში. ერეკლე ვინის ის თქვენზე მეტადაც ვიცით, ნახდათ და გიყვარს კიდეც, მაგრამ თქვენ არ გაგივათ საქართველოს რუსეთთან მიახლოებ ჩახუტება და საქართველოს ჩაგორება რუსეთის სისხლიან ლოგინში. ხო, საფრად ეპატაჟურად წარმოვადგენ ვამბობ მესმის, მაგრამ ეს არის სიმართლე. მე ერთ წუთში დაგემშვიდობებით და ვიტყვი მთავარს ახლა. საქართველო გადარჩება აღონდ და არავინ არ აიღებს ერეკლე მეორის ძეგლს, სასაკვირველია. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს. კი, მაგრამ ჩვენ დავდგავთ ასევე ბაგრატის ძეგლს, რომელიც არ დგას რამდენადაც ვიცი თბილისში. და დავდგავთ იმ ადამიანების ძეგლებსაც, რომლებაც საქართველოს ნამდვილ იდენტობას ჩაუყარეს საფუძველი და ნამდვილი იდენტობა არის ბრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ.